გამარჯობა ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია მე კი შორენა ჭიაურელი ვარ. დიახ, ჩვენ გვირეკავთ 0322-388-105-ზე და რა თქმა უნდა შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს ეს გახლავთ, რადიო სიხშირე FM 105 და 1. მე რა თქმა უნდა ყველა მაყურებლის პოზიციას მოვისმენ მაქსიმალურად, ასე რომ შეგიძლიათ დარეკოთ კიდევ ერთხელ აღნიშნავ 0322-388-105-ზე გვირეკავთ, ვინც ტელევიზიით გვიყურებთ მონიტორზეც ხედავთ რომ აღნიშნულია ჩვენი საკონტაქტო ნომერი. მას შესაძლოა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ეკონომიკური მიმართულებით, ფაქტობრივად ასეა, ვსაუბრობთ ეკონომიკური, პოლიტიკური მიმართულებით, ეს არის თქვათ ხომ ჩვენი დღევანდელი რეალობა და მოცემულობა ცხოვრებისეული. მოკლედ დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, საქსტატის ეროვნული სამსახური, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,1% პუნქტით შემცირდა, რაც 14,2%-ს შეადგენს. საინტერესოა თუ ეთანხმებით თქვენ ზოგადად საქსტატის იმ ციფრებს, რომელსაც ასე ვთქვათ, კონკრეტული კვლევის შემდგომ ასაჯაროებს და ჩვენ ანუ საზოგადოებას გვამცნობს ხოლმე, რამდენად რეალურად წარმოგიდგენიათ ის, რომ დღეს საქართველოში უმუშევრობის დონე მაგალითად 1,1% პუნქტით შემცირდა და პროცენტული თვალსაზრისით, ანუ საერთო ჯამში 14,2%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნება გაიზარდა და ფაქტობრივად 2,1%-ია, თუმცა რიცხვებში თუ გადავიყვანთ 20,000 ადამიანზეა საუბარი და კი ბატონო, ასევე თვით დასაქმებულთა რიცხოვნობა 19,7%-ით გაიზარდა, პროცენტულად კი 4,8%-ია. მე არ მინდა მაყურებელი დავაბნიო აი ამ ციფრებში, რიცხვებში, ამიტომ თქვენი მოსაზრება არის აქ საინტერესო. ფიქრობთ თუ არა, რომ რეალურად საქართველოში უმუშევრობის დონე 1,1%-ით აღნიშნავს, თუმცა საერთო ჯამში 14%-ია. საქსტატის მონაცემებით. მაყურებელს უსმენთ, რომელიც გვიკავშირდება, მოგესალმებით და გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. გამარჯობათ, დაუწიეთ ტელევიზორს თუ შეიძლება. და კარგი, დავემშვიდობოთ თუ შეიძლება მაყურებელს და მივმართავ აბსოლუტურად ყველა მსმენელს, ვინც ახლა უსმენს ობიექტივზე გადაცემა ინტერაქტივს, დაუწიეთ ტელეფონს, ტელევიზორს, თუ რა ვიცი როგორც, ვინაიდან ხარვეზის გარეშე შეძლოთ ჩვენთან კავშირი. შემდეგი მაყურებელი გვყავს ეთერში, მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით, ხალბატონო შორენა. დიახ, გამარჯობათ. გისმენთ. რაც შეეხება სამსახურის თაობას, სუტყუილი დაპირებები, ტყუილი ამოვიდა ამდენი ტყუილი ყელში კაცო. სამსახურები თუ არის მე საქართველოში, არის მხოლოდ და მხოლოდ ელიტარული ხალხის ახლობლებისთვის. მათი დაწესებებისთვის ასე შემდეგ და დანარჩენ სამსახურებს რაც შეეხება. კი არის სამსახურები, მაგრამ ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. შეუსაბამო ერთი სიტყვით შრომიდან გამომდინარე. არანაირი პირობები არ არსებობს ნორმალური და უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდობა მეწოდება ყველაზე ძალიან. ცოტა ხანში შესულებს პენსია მაინც გვაქვს რაღაც შეღავათი მათთან შედარებით და ახალგაზრდებს ძალიან ხშირია შემთხვევები აუძახებენ მიიღებენ როგორც სტაჟირება ამუშავებენ 2 კვირას 3 კვირას ცოტა მეტსაც კი და შემდეგ უარსეულებენ ძალიან ბევრს უშვებენ სახლებში ეს ერთი და იგივე მეორდება ძალზედ ხშირად ხშირი შემთხვევები ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე და ბევრი დამეთანხმება. ამიტომ შრომის კოდექსი აღარაფერს აღარ რა შრომის კოდექსია საუბარი, როცა სისხლის სამართლის კოდექსი არის, ასე ვთქვათ, ვისაც უნდა მიურჯიან, მიუყენებენ შესაბამის, უნდა არ მიუყენებენ და ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციას არღვევენ თვითონ უხეშად. ასე რომ
ეს მოიმატა, არ მოიმატა, ეს არის ყველაფერი ტყუილი. იცით რა არის? დიახ, ნახეთ თქვენ ამბობთ რომ ფაქტობრივად სულ სხვა მოცემულობა აქვს ქვეყანაში და სულ სხვა ციფრებს ასაჯაროებს საქსტატი. აი რატომ რაში სჭირდება? აი საინტერესოა ასევე კონკრეტულად რამდენი პირია ხო გამოკითხული და რის საფუძველზე დგება ეს ციფრი? რაში სჭირდება და იმაში სჭირდება რომ ეხლა მინდა უხეშად უნდა ვთქვა ჩვენი გამოთაყვანებული თანამემამულები ბანდაკურზე თამაშობენ იმ არჩევნების არ იყოს რასაც დაუძლებენ იმას გენკავენ და გამოიბეჭდეთ ყურები ხალხო გამოფხიზდით ბიბით ნახეთ კითხეთ ვიღაცას თუ არა და ფესიტონ მოძებნეთ სამსახურს და ბიბით და ნახეთ რა პირობებია ეხლა მე სადაც ვცურავ აქ ორი სამსახური მოვძებნე მივედი პირობებია დაშვენება არც ერთი დღე გეუბნება იმუშა 9-დან 6 საათამდე გეუბნება რაღაც არის დასაცრელი ხო? ჩაიჭი დაიბარე სიტყვაზე, ჩაიჭი უნდა წამოხვიდე მოვიდა მანქანა. უნდა დაცალო. არ დასწრი წადის სახში. აი ესეთი დამოკიდებულება მუშების მიმართ. ეს ახსნება საქართველოში. უპატრონო ქვეყანა, სრულიად უპატრონო ქვეყანა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ ზარისთვის, რომ შემოგვიერთდით და თქვენი ასე ვთქვათ, გულის ტკივილი საჯაროდ ბრძანეთ. გვირეკავთ 0323888500-ზე. ჩვენ გადაცემის დასაწყისში შევეხეთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებს. ეს არის უმუშევრობაზე გაამახვილა მან ყურადღება და აღნიშნავს, რომ საქართველოში 1.1%-ით კვლავ შემცირებულია უმუშევრობის დონე. რამდენად მიესალმებით თქვენ მსგავს განცხადებას? იზიარებთ თუ არა, გრძნობთ თუ არა თქვენ ამას ყოველივეს, პირდაპირ ეთერში შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ, დაუწიეთ ტელევიზორს, კიდევ მოგმართავთ თხოვნით თუ შეიძლება და ისე ისაუბრეთ. გესმით ჩემი საუბარი? დიახ, მესმის, კი. თქვენ საუბრობთ უმუშევრობაზე. მე ვარ წასული სოფელში, 5 წელია. ვეძებ მუშებს. ვერ პოულობ მუშას აბსოლუტურად. მზათა ვარ 6 თვით მოვიყვანო მუშა, მივცე დღეში 50 ლარი, დღეში ორჯერ ვაჭვევ იმას, რასაც მევჭამი ივეს, დავაძინებ, მაგრამ მუშას ვერ ვშოულობ. არ არის მუშა. და კიდევ უმუშევრობაზე ელაპარაკი ხალხო. მუშაობა არ უნდა ეთქვა. იცით რა არის, აქ კიდევ ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ვიმსჯელოთ. ხშირად რა უნდა ვიმსჯელო, ხო ვიმსჯელო, გეუნები დაბარვა მინდა, მოტოხლა მინდა, გასხლა მინდა, ხის მოჭრა მინდა. კიდე საქმეც ამაშია, სწორი ბრძანდებით. საქმეც ამაშია. ნახეთ, მე თქვენ საწინააღმდეგოდ კი არა აღნიშნავ რაიმეს, ნახეთ, როდესაც ვამბობთ, რომ ახალგაზრდა მუშა ხელი, ასე რომ ვთქვათ, ტოვებს სოფლებს, რაიონებს და თბილისში მიდიან სამსახურის საძიებლად, აი აქ არის კიდევ პრობლემა, რომ რეალურად სოფლად არის დარჩენილი, ვთქვათ, ისეთი ასაკის ადამიანი, რომელიც შესაძლოა ვერ დაგეხმაროთ და ვერც 50 ლარზე ვერ წამოვიდეს. რაც უარს არ მეუნები. პირიქით დავასახლო კოგეუნები. მე რა ვქნა ახლა? ახალგაზრდა არ მირჩევნია მოხუს? როიმუშაოს? გასაგებია. გავიგეთ ჩვენ კარგით, გავიგეთ ჩვენ თქვენი აზრი, მადლობა ზარისთვის. მოკლედ, აი ასეთი წინადადებით შემოვიდა ბატონი. მართალია ისე სხვათა შორის საინტერესო იქნებოდა ან დაისახელებინა კონკრეტულად რომელ სოფელში ცხოვრობთ, იქნებ რაღაცნაირად ყოფილიყო შესაძლებელი, რომ ჩვენი გადაცემის საშუალებით დაგხმარებოდით ვინმე სურვილი გამოითქვა. მადლობა ზარისთვის, შემდეგი მაყურებელი შემოგვიერთდა ხაზზე. გამარჯობა, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, გისმენთ. გამარჯობათ, ქალბატონო შევენა. გამარჯობათ. უკაცრავად, რამდენი წელია მუშაობდი? 83 წლის ქალი ვარ და პენსია არის ჩემისგან არ უმუშავია იმას ერთნაირი და ასე რატომ უნდა იყოს? დიახ, საინტერესოა ეს უშუალოდ ალბათ ეს კითხვა დაუსვათ იმ კომპეტენტურ პირს, ვისაც ხელთ ეწიფება ამაზე სრულყოფილი პასუხი გაქცეთ. ბუნებრივია, არ უნდა იყოს, ასე და კატეგორიების მიხედვით უნდა იყოს დაყოფილი, თუმცა ვიცით, რომ ასაკის მიხედვით ანუ საცხოვრებელი ადგილმდებარეობის შესაბამისად არის განსაზღვრული სახელმწიფო შემწეობის რაოდენობაც, ხო? თქვენც ხომ იცით ეს? ხო, კი. დიახ. 62 წელი გვაქვს ნამუშევარი. ძალიან მწუხვარ და თქვენ რამდენი გაქვთ ახლა პენსია, იგივე სახელმწიფო შემწეობა? 340 ლარი? 450 ლარი. კი.
გასაგები არ ვიცი სამწუხაროდ მე გულწრფელად ვწუხვა რომ ფაქტია რომ უნდა დაფასდეს თქვენი ის შრომა და ის წლები 62 წელს აღნიშნავთ ხომ მე შორენას არ ველაპარაკები ხომ ტელევიზორში როა იმ შორენა კი დიახ ქალბატონო კი მე მესაუბრებით აჰა ის ხასრო ლაპარაკობს აგერ ტელევიზორში არა დაგვიანებით მოდის ჩემი ხმა და ამიტომ თქვენ შეცდომაში შედიხართ კარგით დიდი მადლობა თქვენ ძალისთვის შემდეგი მაყურებელი შემოვიდეს თუ შეიძლება ეთერში და ის უკვე ხაზზე გვყავს გამარჯობა და თქვენს გისმენთ ალო გამარჯობათ დიახ მოგესალმებით ეხლა იყო ერთი კონტაქტები გამოსული და იზახდა რომ 50 ლარიო აი არ თქვენიათ აი უბრალოდ აი 50 ლარად რო უნდა რომ მუშებმა იმუშაონ აი ამის შესაძლებლობა აქვს ალბათ ნახეთ აქ კიდევ ჩდება კითხვები მას აქვს იმის შესაძლებლობა რომ გადაიხადოს 50 ლარი ალბათ მე აი თქვილია უბრალოდ ვიტყვი ეს რამეს რომ 10 ლარით ერთი პაჩკა სიგარეტი პური რაღის ის რაღის და 50 ლარათაო და ის მუშები არ არიანო რა მუშები და რა მუშებია ლაპარაკი ადამიანებს პატივს არ წემენ და უსიჩქილოები და ისინი აი არ მესმის მე ეგეთი ადამიანების თვალები არა აქვს აი პერიხედებიან საერთოდ ქვეყანაში რა ხდება მაღაზიაში რო შეხვიდე 100 ლარი არ ყოფნის რომ კვერცხი და რაღაცე კალბასი და რაღაცები რო იქნება ელემენტარული რაღაცა რომ აი შეიძლება რომ არ იყოს ადამიანი და 50 ლარს ოქცემენ და გაგწყვეტავენ იმაში მუშაობაში და დიახ. ოდიშთა აგალვებული ვარ და აღარ აბსოლუტურად მესმის. თქვენ სწორი ბრძანდებით. დავამატება ისა და ესა და. დიახ. 50 ლარს ოქცემენ სული უნდა ამოხადონ და გთხოვეთ იმდე რაღაცებს რომ აი წარმოდგენაც არ მინდა რა. ნახეთ დიდი მადლობა ზარისთვის თქვენს ნაწილში ხართ მართალი ბატონიც მე არ ვარ ახლა აღმოსამართლე რომ შევაფასო ეს თქვენი ხმა არის და თქვენი აზრებია უბრალოდ ნახეთ ბატონს ალბათ იმ 50 ლარის გადახდის შესაძლებლობა აქვს და იმაზე გაამახვილა ყურადღება და მეორე არის კიდევ რომ ნამდვილად იმდენად არის ეს გაზრდილი ფასებით როგორ თქვათ ეს კონკრეტულად მაღაზიაში რომ შეხვიდეთ ნამდვილად სწორად აღნიშნავთ 50 ლარი არის ის თანხა რომ ფაქტობრივად აი არიცი რა შეიძინო იმიტომ რომ არ არის საკმარისი გეთანხმებით შემდეგი მაყურებელი ყავს ეთერში მოგესალმებით თქვენი პოზიცია როგორია ქვეყანაში უმუშევრობასთან დაკავშირებით საქსტატს მოვიყვან მაგალითად დღეს როგორც გაავრცელა ინფორმაცია 1.1%-ით არის შემცირებული საქართველოში უმუშევრობის დონე ჯამში კი 14%-ზე მეტია საუბარი გამარჯობა გამარჯობა დიახ ისე გისმენთ ისაუბრეთ დიახ სწორო სოფელში ცხოვრობ ახლა როდამ თავა ბავშვებმა მაგადა საშუალო სკოლა მიდი შემდეგ ინას ცუდად სწავლობენ ინა კარგად სწავლობენ ყველა ეთყობა უმაღლეს სასწავლებლებს ყველა აბსოლუტურად უკან აღარც ეძებაბრუნდება რომ დაამთავრებენ და იცლება რა სოფლები რაიონები იცლება ფარობა ამაზე არაფერს არ ფიქრობს. ეს გახსნა ანტექნოლოგიური მისადელები გახსნა რომ მოამზადონ ესე რაღაცაში მაი სოფლის მეურნეობის მუშაკი იქნება, აგრონომი იქნება, რაღაცა არ ვიცი რა შეიძლება ამ ქვეყანას არ ვიცი რა. დიახ. კარგით, მადლობა თქვენს დაგემშვიდობებით. გვირეკავთ 0322 388-ზე. როგორია თქვენი აზრი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, უმუშევრობაზე საუბრობთ. სხვათა შორის ესეც აღსანიშნავია ინფორმაცია, ქვეყანას ინფლაციასთან შებრძოლება მოუწევს, ხელფასების ზრდა უკვე არც განიხილება. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ ეკონომისტები და
როგორც ვგებულობთ, საქართველოში ეკონომიკური მოცემულობა შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ახალ ფაზაში გადადის, სადაც მოსალოდნელია ინფლაცია და ხელფასების ზრდის დაპაუზება. როგორც ეკონომისტებს მიაჩნიათ, ასეთი სიტუაცია პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება. და 2 წელზე მეტი არა საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვევით ნარჩუნდება, თუმცა ახალი წლიდან მოყოლებული მოლოდინი გაუარეს და ინფლაცია მიმდინარე ეტაპზეც 3%-ს ქვევითაა, თუმცა მისი ზრდა მოსალოდნელი და 2025 წელი წინა 2 წლის მსგავსი ნამდვილად არ იქნება, ასეთია ეკონომისტების პროგნოზი. შემდეგი მაყურებელი შემოგვიერთდა ხაზზე, მოგესალმებით და თქვენს გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. ისმის ჩემი ხმა. მესმის ქალბატონო, დიახ, ისაუბრეთ. გესალმებით ჩემო ძვირფასო ქალბატონო და მინდა გითხრათ, აი წეხან მამაკაცმა რომ დარეკა, სოფელში 50 ლარს გადაუხდი და მუშას ვერ შოულობო. სოფელში 6 თვის განმავლობაში დავასაქმებო და დანარჩენ 6 თვეზე ეს 50 ლარი რო გავყოთ, დღეში 25 ლარი გამოდის. ლარი რო შემოვიდა საქართველოში თუ არ ვწდები 1994 წელს 1 კილო ყველიზეს და 2 ლარი. ეხლა ღირს 20 ლარი. რამდენი პროცენტით არის გაუფასურებული ლარი? 50 ლარი დაახლოებით არის 5 ლარის ტოლფასი, აი რო შემოვიდა ლარი იმ პერიოდიდან. ეს ერთი. მეორე, ქუჩაში ხალხს რო დახლები უწყვია და ვაჭრობენ, იდმე წარმება დაიძულებენ რომ დაფიქსირდნენ და ამას მერე სამუშაოები გაიზარდა და უმუშევრობა შემცირდა უიძახიან. თვით დასაქმებულები, აი დახლებს რო გვაჩვენებთ ახლა თქვენ მან. დიახ, კი. ხო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმუშევრობა შემცირდა, ეს ერთი. მერე თუ გახსოვთ სიმღერა დილით შემოტანილი კიტრები და მწვანილიო, ქართული სიმღერაა, ხო? აი ჩემო კარგო, კიტრი და მწვანილი საზღვარგარეთიდან თურქეთიდან შემოდის საქართველოში. ყვავილების ქვეყანაც ხო გახსოვთ სიმღერა? საქართველო ყვავილების ქვეყანა აღარ არის. ყვავილები ახლა შემოდის ჰოლანდიიდან. და ჰოლანდიიდან შემოტანილ ყვავილებს ყიდის ქართული ხალხი და მაშინ კომუნისტების რო ჩორო ძალიან არ მოგწონდა, ძალიან ბევრს ჰქონდა სათბური და ეს ყვავილები მოყავდათ სათბურში და გაქონდათ რუსეთში და ერთი მანქანის ფული შემოქონდათ სეზონზე. გარდა ამისა, კიდევ ერთი თქვით, საქართველოში კიტრი და პამიდორი 3 თვის განმავლობაში იწარმოება მარტო ზაფხულში. დანარჩენი შემოდის საზღვარგარეთიდან. ნიორის საზღვარგარეთიდან შემოდის. საქართველოში ვერ აწარმოებიან ლობიო, ყაზახისტანიდან შემოდის. აი ახლა ვისაც ეს ყველაფერი შემოაქვს საზღვარგარეთიდან და ნაწილია ხალხისა ზის პარლამენტში. იმათ აინტერესებთ საერთოდ რომ საქართველოში მოიყვანონ ეს პროდუქტი და ერთი წელი იშრომონ და რაღაც კაპიკები დარჩეთ, როცა ერთ თვეში შემოტანილით მთელი წელი რასაც შოულობს გლეხი, იმას შოულებენ ესენი ყიდვა გაყიდით ერთ თვეში. აი ასეთია ჩემი აზრი და აი ხა თქვენ გისმენთ მეთანხმებით თუ არა. სრულიად მინდა გითხრათ. და სხვა კომენტარი ნამდვილად არ მაქვს. მადლობა ზარისთვის ქალბატონო. 0322-388-5-ზე შემდეგ მაყურებელსაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, ასევე რადიო მსმენელს შეგიძლიათ აქტიუროთ რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე. გვისმენთ, ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი, რაც ნამდვილად ასევე სასიხარულოა. ასე რომ შემოგვიერთდით და თქვენს თქვით, თქვენი აზრი იზიარებთ თუ არა საქსტატის ბოლო კვლევის შედეგს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირებულია. მორიგი მაყურებელი ეთერში გვყავს, გამარჯობა. შუადღეში მოგესალმებით თქვენს და პატრიოტულ საზოგადოებასაც. იცით რა არის? დიახ. როგორც მოусმენთ წინა რესპონდენტებს და ბევრ ამაში ვეთანხმები. კი ბატონო, ის ავად კარგად მოსაგონარი საბჭოთა დროც ერთგვარად კარგი იყო. იმიტომ მე მახსოვს სრულიად პატარა ბიჭი ვიყავი და სკოლაში დაბადების დღე რომ მქონდა ნათესავები, იგივე პაპები, რა ქვია, დედაჩემის ბიჭების ყოველ იმაზე რაღაც თანხას ჩუქნიდნენ ხოლმე დაბადების დღეს. იყო ეგეთი ისა ტრადიცია და ვინახავდი. შემდეგ უკვე სტუდენტი რო გავხდი, სტიპენდიაც დამენიშნა და იმასაც ვაგროვებდი. აი წლის ბოლოს უკვე ამ თანხით. მაშინ ახლა ნაკლებად იყო, კი, ახლა უნგრეთში და გდრ-ში და მაშინ ამყოფი ვარ ეგეთ სოციალისტურ ბანაკის ქვეყნებში. ზუსტად სულ მოგროვილი ფული და მოსკოვში მივდიოდი, როგორც იტყვიან პაისკაში, მაგრამ აბა ახლა ჩადი, ხო? ხო წარმოუდგენელი რამე ვეთანხმებ მინიმუმ
თუ ნამუსი აქვს 1000 ლარამდე უნდა გაზარდონ პენსია. და სხვათა შორის ისიც უპრიანი იქნებოდა ჩემის აზრით, როგორც მე მგონია, რომ საპენსიო ასაკი დაწიონ. მაგაზე იყო მთელი გამოსვლები იმას საქართველოს საფრანგეთში. ხო და აქ რატომღაც ჩვენ ხალხს ეს რო იტყვია ბოდიში ჯარგონზე და უთხრდება რატომღაც აი რა ხდება ვერ გავიგე. ყველაფერს მოიტმენს ბოლო იმაზე ეს რაღაცა ქართული სინდრომია მე მგონი მარტო რომ სოციალურ იმაზე საკითხებზე არასდროს არ გავალ. მე ყოფილვარ კი ძალიან გამიჭირდა ეს მაგრამ ეს ქართული რაღაცა გვაქვს იამახე ეს უკვე წრე გადასული რაღაცაა ქალბატონო შორენით რატო არ მოვიგება სხვების დასანახად ნახეთ იმ ზვირფას სიგარეტს მაინც ვეწეოდი იმ წლებს ვამბობ 99-25 წლის წინ მაშინ ეს უაქციზო ეგრეთ წოდებული 4 კუთხედი Black Russian Sobranie შემოდიოდა რვალარეზე და საკმაოდ მაინც აი წელში ვწყდებოდი საქმეს ვიდედი იმას ვეწეოდი რომ არ შემამჩნია რომ მიჭირსო წარმოგიდგენიათ ეს და ბევრია ესეთი ვიცი თბილისში ჩემ ეს ძალიან ეს არის რომ მოჭმული და რაღაცა ეს უნდა გადავაგდოთ სოციალური მაზეც უნდა იყოს გამოსვლები თუ ხალხს უჭირს მე მესმის ძალიან კარგად ჩვენი მოსახლეობის და სირცხვილია რომ 450 ლარი და მინიმუმ ვიმეორებ 1000 ლარი უნდა გახდეს პენსია რა ვიცი წარმატებები და იქნება გამოვსორდეთ ცოტა და რაღაცა გვეშოროს კარგად მადლობა დიდი მადლობა თქვენ ძარისთვის მორიგი მაყურებელი ეთერში თუ შეიძლება თქვენი პოზიციაც გავიგოთ რას ფიქრობთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივდივართ უმუშევრობის ხაზით ესე რომ ვთქვათ გამარჯობა გამარჯობა მოგესალმებით მოგესალმებით დიახ და ძალიან მაინტერესებს თქვენი გადაცემა და ყოველთვის უყურებ ეს პენსიონერები რომ მოხდეს ეს 350 ლარი რა არის აი 5 დღის წამალი დამჭირდა 170 ლარი მივეცი იქიდან წამალიც ვიყიდო საწმელიც წამო ყველაფერი და ფერ გავაკეთო რატო ეცოდებათ ეს ხალხი მე ძალიან მაინტერესებს ძალიან მით უმეტეს სოფლებში ძალიან გაჭირვებულები ვარ დიახ ძალიან რთულია ნამდვილად მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის ხო ნამდვილად ძალიან რთულია ანუ მხოლოდ პენსიაზე როდესაც ხარ დამოკიდებული და უნდა შეიძინო აუცილებლად მედიკამენტი სხვაგვარად არ არის ხო მით უმეტეს როდესაც ასაკში ხარ ადამიანი მედიკამენტი გჭირდება აქედან გამომდინარე მხოლოდ მედიკამენტი ხომ არ არის ხომ გჭირდება კვება ხომ გჭირდება პირველადი მოხმარების ნივთები და არა მხოლოდ საყოფა ცხოვრება მათ შორის ნამდვილად რთული მოცემულობა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ საკითხზე და ვსაუბრობთ აი რა და ვერ გაიგო იმ კონკრეტულმა ადამიანმა კონკრეტულმა პირებმა რომ თუნდაც ის მონაცემები რასაც ჩვენ საქსტატი გვთავაზობს ხოლმე არ შეესაბამება რეალობას აი რანაირად რა ფორმით შეიძლება ვიგულისხმოთ ის რომ ქვეყანაში მცირდა უმუშევრობის დონე. ეს ჩემი პირადი მოსაზრება, რა ვიცი, მე ასე გამოვთქვა ნამდვილად. მაყურებლის პოზიციიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ თუ აქვთ ადამიანებს სამსახური, არის დაბალი ანაზღაურება და მაღალი ფასები, რომელიც ფაქტობრივად 50 ლარს ვერ იყენებ ისე, რომ დაკმაყოფილდა, ესე ვთქვათ, მაგალითად წარმოუდგენელია ერთი კვირის საკმარი საკვები შეიძინო სრულად წარმოუდგენელია პირდაპირ ეთერში ასევე შემდეგი მაყურებელი ჩავრთოთ გამარჯობა თქვენც გისმენთ მოგესალმები შორენა საყვარელო ჩემის აზრით უმუშევრობა ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება უმუშევრობა შემცირებული რო იყოს ჩვენ ქვეყანაში მაშინ ჩვენი ერი არ გაიხიზნებოდა საზღვარგარეთებში ლუკმაპურის საშოვნელად. და კიდევ თუ მათქმევინებ ერთი მინდა მიმართო კახი კალაზე. კახი რა გახდა ვარკეთილი მეტროს გარემონტება. შემოდიან უცხოელები და დაგჩინიან, შვილო დაგჩინიან. და იძახიან, ვერ გავიგეთ მეტროში ჩავდივარ თუ ჯურღმულწიო. ამაზე იფიქრე გიშოვნია და დროზე მოაგვარე ეს საკითხი. გმადლობთ მოსმენისათვის. კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის. ისევ ვუბრუნდებით ანალიტიკოსებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მერაბ ჯანიაშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტიურობა
ნამდვილად შენელებულია. ყველა ფლანგს და ყველა პარტიას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი პირველ რიგში ეკონომიკაზე ახდენს წნეხს და ამით ყველა ზარალდება. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ვერ ხდება მისი გადაჭრა, ეკონომიკას ექმნება სერიოზული პრობლემა. აღნიშნავს ანალიტიკოსი და საქართველოს ეკონომიკა დაპაუზებულია და ყველა ელოდება იმას, თუ როგორ გადაწყდება სიტუაცია და როგორ ამოვალთ აი ამ კრიზისული მდგომარეობიდან, აღნიშნავს ჯანიაშვილი. პოლიტიკურ გავლენაზე გამახვილა ასევე ყურადღება სტატისტიკოსმა გივი მომცემლიძემ და აღნიშნა, რომ მოცემულობის შეცვლა ძალიან ბევრ ფაქტორს უკავშირდება და აი ამ მიმართულებით არაერთი პოზიცია გამოთქვა ასევე მან. მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით თქვენს გამარჯობა. მოგესალმებით. შოლენა გენაცვალე, ეს ყველაფერი გამოიწვია კობახიძე მოვეჭოდა და ადრე კიდე მანვა ხარიბაშვილმა. იცით რა ხდებოდა? გამოვიდოდა და ჩვენ ვართ ყველაზე პირველი პარტია და მეორე ნაციონალები. ჩვენ პირველი და ნაციონალები მეორე. ქვეყანა გაანადგურეს, გაუბედურეს, შუა შეიძახნენ და იმიტომაც წავიდნენ. იმას ხმას არავინ არ შემდა. ხმას არავინ არ იღებდა ესენი ძახა, შენ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რიზეს დაექონდა მთელი ქვეყანა გააძევეს, კიდენ გავიდნენ, ქართველები აღარ არიან საქართველოში. აბა ნახონ რა ხდება, დაბახმელაზე რა ხდება მასე. აქეთ კიდე. რა ქვია კაცო იმასი. აი მთელი ისინი რო შემოუშვეს უყოლა. ბოჟა ოთარაშვილი ხო ხდა იმის მერი აღარ მინახია მე ტელევიზორში რო გამოდიოდეს. აღარ მოსწონდათ, რატო ის სიმართლეს ვიძახდა ის კაცი და არავინ არ მოსწონდათ. ყველაფერი ბაზალეზე რაკნეს, დაანგრიეს, გაუბედურეს, მიწაც კი გაიტანეს. ისმიდა რო გატაინეს, რაც უნდა ის უნდა დაიყო რომ გულზია მათ ვერ გავიგეს. გინახია რომ მიწა საქართველოსთან გაეტანოს ვინმე, გინახია გაგიგიათ, მე არ წამიკითხე ადრე რო ეს ხდებოდა, მაგრამ ესენი ყველაფერს ამას მიაწერენ. ყველაფერი მოსწეს, გაანადგურეს, გაუბედურეს. ეს ხნა ვინა იცით? კობახიძემ ზუსტად და მდინარაძემ. კობახიძემ მდინარაძემ და შეუწყო ხელი ამას ივანიშვილმა ყველაფერში. დიდი მადლობა ყველაფერისთვის, მადლობა. თქვენ მადლობა ზარისთვის და მორიგი მაყურებელი ეთერშია, გველოდება ის ხაზზე, გამარჯობათ, შეგიძლიათ თქვენს დაიწყოთ საუბარი. გამარჯობათ. დიდი მადლობა ყველაფერისთვის. დიახ, დაუწიეთ ტელევიზორს თუ შეიძლება და გველოდებით, რომ დაიწყოთ საუბარი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა, გენაცვალე, გამარჯობა. ეს ჩემი ხალხი რო წუწუნებს, შემოეხაზათ, გაეფერებიათ, რმიანი და აღარ იწუწუნებდნენ, არც პენსიებზე, არც სამსახურის შესახებ. ვისი ბრალია ჩემო კარგო? სულ ამას ვიძახი მე. შემოეხაზა, გაეფერებდა ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა კერტქვა. სანამ არ არის გვიანი, შემოხაზეთ, გააფერებდეთ რვიანიო. აღარ იწუწუნებდნენ, პროგრამა არ დაუკითხიათ პატრიოტთა ალიანსის და ამიტომ წუწუნებდნენ. წაეკითხათ, ყველაფერი ზუსტად წერია იქ პროგრამაში პატრიოტთა ალიანსის. მადლობა. მადლობა ზარისთვის, ნამდვილად საინტერესო და სერიოზული პროგრამით იყო წარმოდგენილი პატრიოტთა ალიანსი და ამასთან დაკავშირებით გაზეთებიც იყო, ანუ ხელმისაწვდომი იყო ადამიანებს მარტივად შეეძლოთ რომ გაცნობოდნენ. საინტერესოა მაგალითად, მადლობა თქვენი პოზიციისთვის. მორიგი მაყურებელი ხაზი გყავს, გამარჯობათ, საუბრობთ უმუშევრობასთან დაკავშირებით და კიდევ მოგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვერთდა საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ვამახვილებთ ყურადღებას მისი თქმით 1.1%-ით შემცირდა საქართველოში უმუშევრობა და იზიარებთ თუ არა მსგავსი კვლევის შედეგს. გამარჯობა. გამარჯობათ. ისაუბრეთ. ჩემი ხმა გესმით შორენა? მესმის კი, ისაუბრეთ. ხო და ეხლა მე რასაც გეტყვით, კარგად მომისმინეთ რა. მომისმინეთ რა, თქვენ შალაპარაკობთ. არ საუბრობ, დაუწიეთ ტელევიზორს დაუწიეთ. ორს ერთად არ თამთკას ვერ გავიგე. არა, მოდით ეს ბატონი მინდა აუცილებლად რომ დარჩეს ხაზზე, იქნებ რაღაცნაირად ეს საკითხი მოვაწესრიგოთ. ალო. გამარჯობათ, ქალბატონო და იქნებ მოხდეს ჩვენის მხრიდან დაკავშირება ბატონთან სურდა საუბარი, თუ არის შესაძლებელი. ხო, მინდა დაკავშირება და შეიძლება ვილაპარაკო. კი, ქალბატონო, ეთერში ხართ, გამარჯობა.
მოგესალმებით. შეიძლება ვილაპარაკო. ისაუბრეთ, კი, გელოდებით, ბრძანეთ. ეს აი ეკონომიკა ამდენი ზრდებაო, ინვესტიციებიო, თვითონ როგორ მოიმატეს ეს ხელფასები პარლამენტი მთავრობას გადაძდის და ხალხს კიდევ რო უჭირთ სირცხვილი არ არის ეს არაცხვენიათ მაგათ პენსიონერები მათხოვრები რო გახადეს ხალხი ნაგავში იქება ნუ თუ არაცხვენია ადამიანობა დაკარგეს და კიდევ სხვებზე იძახიან აუჩემებიათ ნაციონალს აწმენდავენ ხელს და თვითონ თავიანთ ვიმაც დანაშაულზე აღარ აჩივიან თუ კაც კლავდნენ იმ საკაშვილის დროზე ერთი ამბავი თუ იყო თვითონ ვარეს რო ჩადიან როგორ აქციაზე როგორ ათრევენ გაშიშლებულ ადამიანს თავს უტეხავენ რას ჩადიან თვითონ ვარეს ჩადიან ესენი მართლა გაგიჟდნენ თუ რაშია საქმე თუ შეიძლება ესე იგი თუ ტელევიზორში ეხლა ისმის ჩემი ხმანეტა არ ვიცი ისმის საერთოდ ხალბატონო ისმის კი ხო და აი ის კახა კალაძეს აქა სოფელში ისა ენერგო გაყავდა მიწაცა ჩემ მიწის ნაკვეთებს უსაცხიდლოდ ვაძლევდი ხელი მაქვს ყველგან მოწერილი და სამაგიეროდ ბინავთხოვერო მართალი არ გაიყვანეს ის ენერგო ისა მაგრამ მე ხომ ერთადერთი ვაძლევდი მიწის ნაკვეთს ყველგან ხელი მაქვს მოწერილი გადაამოწმოს ბატონო კახი კალაძე გთხოვ როგორმე ეს იმის ყურამდე მივანეტავეს გადაამოწმოს ჩემი განცხადებები 10 წელია იმის შემდეგ განცხადებებს ერთი ოთახსა ვთხოვ რომ ხო შეიძლება მე თუ ვაძლევდი მიწის ნაკვეთს უსაცხიდლოდ ყველგან ხელი მაქვს მოწერილი რა იქნება თვითონ ეხლა რომ თვითონაც ერთი ოთახი მაგირწოს სოციალურ დაუცველი ქალი ვარ მართალია აქ სახლი მაზლის სახლი მაქვს გაფორმებული მაგრამ თუ დაჭირდა ამას ისევ ის მასვიზამ მეზობელი მყავს გადაკიდებული ისეთი რომ თვითონ ამ მეზობლის გულისთვის მაღალი ელექტროსადგურის ის რო გაყავდათ ხანდო ფასანაურში გადაიყვანა იმ ნადირალა ერთმა ბიჭმა აქ ხალხი ააბუნდა თვითონ არ გაუშვა და მე მაყენებს მე დამაყენებს ის დავით ურების ოჯახი აქ როცა მთავრობა იმდენი როგორ ააბუნდა ხალხი რომ გადააყენა ის მაღალი ძაბვა რო გაყავდა ხანდო ფასანაურში გასაგებია მადლობა თქვენ ზარისთვის არის კონკრეტული საკითხი, კონკრეტული პრობლემა და უამრავი პრობლემა არის ნამდვილად ასეთი. მოდით მე მინდა ისევ და ისევ ვისაუბროთ საკითხზე, შევაფასოთ საქსტატის ბოლო კვლევის შედეგი აი ამ უმუშევრობასთან დაკავშირებით, იზიარებთ თუ არა თქვენ, ეთანხმებით თუ არა მაგალითად ამ კვლევის შედეგს და როგორია ზოგადად თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. მორიგი მაყურებელია ეთერში და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმები შორენა გენაცვალე. კი. შორენა მე მინდა მათქმევი რომ ჩემი სათქმელი და პირველში მამაკაც მინდა გამოვეხმაუროთ ჩემო გოგონა რომელმაც თქვა რომ 50 ლარს ძლევოდა ისაო მუშებს ვერავ შოვილობო აი ესეთი ხალხი იცით როგორები არიან 50 ლარს გაძლევო ესე უბნებიან დილიდან დააწყებინებენ მუშაობას და ესე იგი სანამ ძილის დრო არ მოვა სულ საერთმევენ და თან კიდეც ზოგი შემთხვევები იმდენი ყოფილა რომ იმ კაპიკებსაც ამადლიან და არც აძლევენ და რამდენჯერ უმუშავიათ ამუშავებენ ჯორებად და სხენოდეს იმ კაცს ჯერეთი 50 ლარი რა ის არის ფულია დღეს და მე კიდე ნახევარზე მეც იმასაც არ უხდიან ისე ცუდად ეპყრობიან მუშებს და აი ესეთი ინტრიგანი ხალხი იმდენი ლაპარაკობს და იმდენი გამოდის ნეტა თავის თავს მიხედოს ეგეთება მუშების დარდი კი არა აქვს ჯორები უნდათ მეორე ის მინდა ჩვენ თავრობას მიმართოთ და ხალხმა გამოთქვეს ასეთი აზრი 450 ლარიო 450 ლარი ჯერაფულია და ისიც ყველა პენსიონერს არ აქვს ჩემო გოგონა 350 ლარი აქვს 70-მდე პენსიონერებს და ბანკს კიდე ვინც იხდიან მე 350 ლარი მაქვს და ჩვენში ყოველთვის კიდე ბევრჯერ მithქვია და ვიმეორებ 75 ლარი მიაქვს ბანკს და მე რჩება 275 ლარი ისიც ამ წლიდან რომ გახადეს მე ვეკითხები მთავრობას თვითონ რატომ არ ცხოვრობენ ამ 350 და 275 ლარზე
ეს რა პენსიებია, თუ მაგათ დიდი კუჭები აქვს და ყოველ წელს იმატებენ 10,000-ობით, სხვას რა ვერ გავიგე, ცხოვრება გაზრდილია, ყველაფერი ძვირია, მაღაზიებში, მაშინ აფთიაქებში, ბაზარში, ისა კიდეც უმუშევრობა რო არის იქნება, იმიტომ რომ ხელფასებს არ უხდიან. ეს არის ხელფასები და ამ მთავრობას მიმართავ, კაცო, თქვენ რო გინდა ცხოვრება და სათავეში ყოფნა, ამიტომ არ უნდათ ხართ ხალხსა და ან ჯერ ერთი, ამიტომ არ უნდათ ხალხ. ჯერ ერთი სააკაშვილი რომ მოვიდა და კაი ცხოვრებას პირდებოდა, მე 8-9 წლის მერე ამათმა გადაიბარეს და სააკაშვილი და ნაციონალები და ოცნება ერთნი არიან და რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ერთი ის შეიცვალა პროსტა სააკაშვილი ჩაანაცვლა ივანიშვილმა ხალხმა რა უნდა ვქნათ კაცო რა გავაკეთოთ ამ პენსიებით თვითონ იცხოვრონ და ხალხო დაგწინიან მე ერთ-ერთმა პარლამენტარმა ასე მითხრა აი როცა შევხვდი საარჩევნო კამპანიის წინა პერიოდში რომ თქვენაო პენსია რომ მოგიმატოთო ისეთი უსიცხილოდ მითხრა ჩვენაო ვეღარ გავაკეთებდო იმასო ინფრასტრუქტურასო ამასო იმასო ჩამოგვიწვალა და თვითონ რომ ხელფასებს იმატებენ და კუჭები ვერ უძღებათ მაშინ ინფრასტრუქტურა არ არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი მოკლედ ხალხმა უნდა გამოიფხიზოს ყურადღება და მათ შორის ობიექტივის პარტიას მიმართავ კაცო ხალხი გამოიყვანოს სოციალურ თემაზე ხუმითი გამოვა აი სირბილით გამოვა ხალხი და აი მაშინ დაინახავენ ხალხი გამოდის თუ არა დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის თქვენ პატრიოტთა ალიანსი გულისხმეთ მადლობა დაგემშვიდობებით 038388 გვირეკავს მაყურებელი ან შეგიძლიათ რადიო მსმენელს რომელიც გვისმენს რადიო სიხშირე FM 105.1-ზე თქვენც შემოგვიერთდეთ თქვენც გამოთქვათ თქვენი აზრი დიახ თემასთან დაკავშირებით და მაყურებელი ჩავრთოთ კი ბატონო ეთერში გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგეცალმებით თქვენ და ყველა ობიექტივის ყველა მსმენელს და მაყურებელს და პირველ რიგში იქიდან დავიწყებ რომ აი დაქირავებულ მუშებზე როცა საუბრობ და ის ჯერ მამაკაცი და მერე ქალბატონი აბსოლუტურ მონებათ უნდათ ადამიანები და ის 50 ლარი ადამიანს არ უღირს იმას რომ სამუდამო მონა გახდეს და სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს დღეს სახელმწიფო ნიშნავს იმას რომ ადამიანი ეკონომიკურად სოციალურად დაცული იყოს ამ ქვეყანაში ის არის სახელმწიფო და ეს რა სახელმწიფოა ადამიანმა თავის თავს უნდა მიხედოს და უშველოს თვითონ ჩვენ ფაქტიურად მთავრობა არ აქვს ყველა ბიზნესის უკან, ყველა ტენდერის უკან, რა თქმა უნდა, მთავრობის ეშელონების მაღალ ჩინოსნებისგან და თავის თავს ისინი ისეთ არამ ფულს შოულობენ და ისეთ დაუმსახურებელ ხელფასებს იღებენ, რომ იმას ესენი არასდროს არ მოიკლებენ. ამიტომ მთავრობის მიმართვას აზრი არა. ჩვენ ხალხმა უნდა იმოქმედოს ხალხმა. მარტო მოძრაობაში და მარტო მოქმედებაში არის ძალა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ მადლობა პირიქით ზარისთვის 0322-388-105-ზე ვალოდებით მაყურებელს. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, როგორც ეკონომისტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საქართველოში ეკონომიკური მოცემულობა შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ახალ ფაზაში გადადის, სადაც მოსალოდნელია ინფლაცია და ხელფასების ზრდის დაპაუზება. როგორც ეკონომისტებს მიაჩნიათ, ასეთი სიტუაცია პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ასევე აღნიშნავენ, რომ 2 წელზე მეტია, რაც საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვევით ნარჩუნდება, თუმცა ახალი წლიდან მოყოლებული მოლოდინი ნამდვილად გაუარეს და ინფლაცია მიმდინარე ეტაპზე 3%-ს ქვევითაა, თუმცა მისი ზრდა მოსალოდნელი 2025 წელი წინა 2 წლის მსგავსი არ იქნება, ამიტომ ეს არის გასათვალისწინებელი. და პოლიტიკური კრიზისი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემა დგას აი ამ კონკრეტულ პერიოდში. და ამასთან ერთად ჩვენ საქსტატის მონაცემებს ვეცნობით, სადაც ვგებულობთ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ჯამში თითქმის 14% საქართველოში მოსახლეობის ანუ უმუშევრობის დონე შემცირებულია და ბოლო მონაცემებით 1.1% აღნიშნეს, რომ საქართველოში უმუშევრობა აი ამ კონკრეტული ციფრით არის შემცირებული. რას ფიქრობს ჩვენი ტელემაყურებელი? შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ბრძანოთ თქვენი აზრი. გამარჯობა.
შორენაშვილო, გამარჯობათ. გამარჯობათ. უნდა გითხრათ, პენსიის მომატება იყო თუ არა, ჩვენ ეს ვერ შევიგრძენით. იძულებული ვართ, ვიმო, პენსიის გამო სოციალურად უზრუნველყოფილი რომ ვიყოთ ცოტათი მაინც რამოდენიმე პროცენტით ხმა მივცეთ ისიც, რომელიც აი ჩვენამდე არ გადის. ნუ თუ მთავრობამ არ გაითვალისწინა ის, რომ პენსია არის გაუსაძლისად მცირე წამლებთან შედარებით, სურსათთან შედარებით. ამიტომ იძულებული ვართ პენსიის გამო ხმა მივცეთ, ვინც შეგვირდება იმას. კარგით, მადლობა. დიახ, სრულად მესმის, გავიგეთ თქვენი აზრი. შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში. გამარჯობა, თქვენც გითხოვთ დროს და შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობა, დაუწიეთ ტელევიზორს, გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, ჯერ მოგესალმებით, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან გულნაწყერი დარჩი. სადნახეთ ამდენი უმადური ხალხი. მე ინაშვილის ფურცლებით კუჩა დავრბოდი, აქტივისტი ვიყავი და ინაშვილს ვაძლევდი სულ ხმას. მაგრამ თქვენ ნაცისტებს დაერგვანეთ ყველა, თქვენ გაიძვერები გახდით ყველა. როგორი უმადური ხალხი გირეკავთ, როგორი უმადური ხალხი. მანდაბაი თქვენი და ბომბების ქვეშ უნდა გვეცხოვრათ, არა ადამიანებო, თქვენ არა ადამიანებო. ვის მიმართავთ, ქალბატონ, უკაცრავად დაწყნარდით, დამშვიდით, გაითვალისწინეთ, რომ პირდაპირ ეთერში რეკავთ და დამშვიდებულზე თქვით, ვის ლანძღავთ. გასწარით, მაცებს, საზიზღრებო. სამწუხაროა, ნამდვილად ვერ გავიგე ქალბატონის პოზიცია, მესმის თქვენი აღშფოთება, მაგრამ კარგი იქნება გამეგო, ვისი მისამართით გამოთქვით ასეთი აზრი. კარგით, შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ, თუ შეიძლება, გამარჯობათ. მოგესალმებით. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. მე ეთერში ვარ? დიახ, ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. არა, და არის ისიც ახლა უყურებ უსმენ ამას ყველაფერს და ყველაფერი ლაპარაკი რაც ყველა ხედავს და ყველა მისის რა მდგომარეობაა დღეს. ხო და მე მიმაჩნია რომ ამაზე კი უნდა ვისაგებოთ, აი რა ხდება და როგორ ხდება, ეს ყველამ კარგად იცის. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ შეიძლება რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ცხოვრება. და ხალხის ცხოვრება საერთოდ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი იყო და მოუწოდებდით საზოგადოებას, რომ სწორი არჩევანი გაეკეთებინათ. ქალბატონო, ეს იქნება სწორი არჩევანი უნდა გაკეთდეს, მაგრამ თუ კი არ გაკეთდა ეს სწორი არჩევანი 12 წელიწადში ვერაფერი გაუკეთეს, ეხლა რაც გაუკეთებენ. ამიტომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ნორმალური არჩევნებითა და თუ ასეთი მაგარია გამარჯვებული პარტია, კიდევ გაიმარჯვებს. თუ არა და ხალხს ვინც უნდა იმას აირჩევენ და ნახოთ ერთი რა გამოსწორდება თუ არა მდგომარეობა. დიახ. მადლობთ. კარგით, მადლობა. სრულად მესმის თქვენი, გმადლობთ პოზიციისთვის დაგემშვიდობებით. მორიგი მაყურებელი გუკავშირდება და შეიძლება მისი აზრიც გავიგოთ. გამარჯობა. ალო. გამარჯობა. გამარჯობა, გენაცვალე, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. მდგომარეობა არის ესეთი, გუშინ პენსია მეიტანეს სოფელში, ჭიათურის რაიონში, სოფელ მეჩხეთურში. მურაემეყო მე ხოდა გამინახეს პენსიայի. დიახ. დავედი დღეს ვერაფერი ვერ ვქენი და რა მეშველება, რა იქნება საქმე, რას მირჩევ. მე ძალიან დიდი ბოდიშით ვერ გავიგე ნამდვილად დასაწყისში რა ბრძანეთ, ანუ ახსენეთ პენსია. დიახ.
კარგით, ბოდით შემდეგი მაყურებელი შემოვიყვანოთ, თუ შეიძლება. გამარჯობა. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ისაუბრეთ, დიახ. გადაცემა საგერხნიერი გასივარე გოშხოჯესდეულა. მეცინება. რამდენი გამყიდველი ყავს საქართველოს. ხო. სადუნა დახვიდე კაცმა, სადუნა ეძება სამართალი. ხალხი რას კადრულობს, ახლა დედაბერი გამოდიოდა, როგორ იწევლებოდა, აიკადრა. ისე კი ამ დედაბერმა იცის ყველაფერი და ასასობილი კაცი რომელიც გაჭირებულია და პულის პული არ აქვს და კარგით, რას ნიშნავს დედაბერი? ავსტავაკობაში დაწვები, სამალი წამალს არ გავს, კუდალობა არ გავს. ცხოვრება ისე კი ვინც იმუშავა და ვინც ისრომა, იმწვალა. იმას არაფერი არ აქვს და ასეთი ხალხი რომელიც პარლამენტში დადა. ათასობით ძინავს, ზოგის ერთოდან დადის. 15,000 ლარს გებულობს. საქართველოში გამყიდველებს რა გამოდევს. ნაგებს და გადაცემაში არის ქართველ ხალხზე რასლაპარიკოს მეციერები. ჩვენ სისხლი გვაქვს გამჯდარი, გამცემლობა, ხალათი, ორგულობა, ყველაფერი სიავე ჩამოთვალა. ილია ჭავჭავაძეს ცოტა, ყველა ცუი, ყველა ყრუი. გენიოსები და სასავეში და ალბათ ჩვენ კომუნისტი ვართ, პატარაში ბევრი არ გვიკლია. პროცენტებზე ლაპარაკობენ, 9% არის, 9%. ბაზარში შედით რას გავს ბაზარი. სადმე ყველგან კორუფცია მოდობილი. რა უნდა ქრას იმშესმა კაცმა, რომელმაც ისრომა იმწვალა და 450 ლარს ებულოს პენსიას. კარგით, მადლობა თქვენც არისთვის და გემშვიდობებით. დიახ, ფაქტობრივად დღევანდელ გადაცემაში მაგრამ ერთხელ გაჟღერდა ის აზრი, რომ ის შემწეობა, რაც სახელმწიფოს მხრიდან აქვს პენსიონერს, არის ძალიან მცირე და სრულიად გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ამაზეც აღვნიშნეთ, რომ არ არის საკმარისი წარმოუდგენელია, რომ იკმარო თვის განმავლობაში ეს იქნება 450 თუ 540 ლარი. მორიგი მაყურებელი გვყავს ეთერში, თუ შეიძლება დაუბრუნდეთ რა კონკრეტულად საქსტატის მონაცემებს და ბოლო კვლევის შედეგს 1.1% თუ მუშევრობის დონე, რომელიც შემცირებულია საქართველოში, სხვათა შორის დღეს გავრცელდა ეს ამ კვლევის შედეგი და შევაფასოთ რამდენად მისაღებია ან არ არის მისაღები თქვენთვის. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა, ქალბატონო შორენა და ისმენთ გიყურებთ და ხან მეცინება, ხან მეტირება გადაცემაზე ზოგი ისეთ კითხვას გისვამთ, რომ პირდაპირ არ ვიცი, მართალია მოხუცია, ხანში შესულია, მაგრამ თქვენ რა გონიხართ იმ ხალხს, პროკურორები, ადვოკატები, თუ რა ვერ გავიგე, რო გვიჭირს, ყველას გვიჭირს, შვილო, 80% დატოლილია საქართველოში თუ ყველანი და თქვენ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. უნდა ვიაქტიუროთ, უნდა ვიყოთ აქტიურები და ყველაფერს ეშველება. რა ვქნათ, სად წავიდეთ? დათი რომ მოგერევაო, ბაბაია უნდა დაუძახო და ისია ჩვენი ქართული ოცნება და ნაცები ერთმანეთთან მეგობრები არიან და ხალხი მაპატია და გამოწმის და სრული ამ სიტყვის ნიშნობით ფეხებზე კიდია. პენსიონერი თუ პენსიონერებზე თუ ყველანი ასია ცხოვრება. გაიხარეთ ხან დიდი და კაი შეძლება მოგწეს უმეთმა რომ ამას თუ ყველას პასუხი უნდა გაცე. კარგად იყავით. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო და გემშვიდობებით. ეს არის გადაცემის ფორმატი. თქვენც ხომ იცით რომ თავისუფალი დროა და შესაბამისად ინტერაქტივი იგივე გამოკითხვა პირდაპირ ეთერში რეკავს მაყურებელი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეკითხვა და ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი პოზიცია. ყველას განსხვავებული აზრი აქვს ბუნებრივად და ყველას აზრს ვცემთ, რა თქმა უნდა, პასუხს. ყველა, ანუ ადამიანს არ ექნება ერთი დატვირთვის აზრი დამეთანხმებით. მოდით კიდევ შემოვიყვანოთ ერთი მაყურებელი, ვფიქრობ გვაქვს ამისი დრო და შესაძლებლობაც, ასე რომ გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. გამარჯობათ, ქალბატონო, გამარჯობათ. დიახ. მიესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. ერთი რამე და თქვა, ყველა თავისას უწუნობს, ყველა თავისას ამბობს, მაგრამ ამ ომის ვეტერნებზე რა უნდა ვთქვათ, 70,000
70,000-ზე მეტი ომის ვეტერანი რომ არის. მაგან რა უნდა ქნა? 100 ლარი თუ შეიძლება თავისი რჩენა აგერ მეზობელი მყავს, მე ვეხმარები სიგარეტს მევყიდულობ, რა გავუკეთო, როგორ მოვიქცე, ყველანაირად ვერ ვატოვებ. რა უყოთ, მაგათაც ხომ უნდა თავისებურად გვერდზედგომა რაღაცა ხომ უნდა იმოქმედო. მე შემოვალ თუ შეიძლება თქვენთან პოლემიკაში ნახეთ 22 ლარი იყო დახმარება როგორც ვიცი ვეტერანებისთვის ხომ და დაახლოებით 1 წლის წინ ასე გავრცელდა ინფორმაცია რომ 5 ჯერ გაიზარდა ვეტერანების დახმარებაო და წარმოიდგინეთ სადღაცა დაახლოებით 122 ლარი ცოტა კიდევ მეტი აი რა შეფასება შეიძლება გააკეთოთ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ არაერთხელ თითქოს ნახეთ ჟღერს რომ 5 ჯერ გაიზარდა მაგრამ რეალურად რა ციფრზეა საუბარი რა თანხაზე რა დახმარებაზეა საუბარი შეგიძლიათ ამ მიმართულებით გაშალოთ ეს საკითხი როგორც რა დახმარებაზე ალბათ თუ ყველა პენსიონერს მოუმატეს ხელფასები მოიმატეს არ შეიძლება მაგათაც მოუმატონ 70,000-ზე მეტი ვეტერანი რო არის 80% უმუშავარია, იმას რაც შეიძლება გაიყვანოს თავი, გაიყვანოს ოჯახი. რა თქმა უნდა. სწორი ბრძანდებით. შეუძლებელია. მადლობა ყველას. დიდი მადლობა თქვენ და ასევე ყველა იმ მაყურებელს, ვინც გვიკავშირდებოდით გასული 50 წუთის განმავლობაში. ამოიწურა გადაცემისთვის გამკუთვნილი დრო, მე შორენა ჭაურელი გახოდით და მომავალ 4 შაბათს 4:30-ზე ისევ დაგიბრუნდებით. პირდაპირ ეთერში, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.